ძალიან ლოგიკური გაგრძელება არის მტრის ბანალიზების პოლიტიკის, რომელსაც ქართული ოცნება აწარმოებს უკვე 10 წლეულები ამ ქვეყანაში. ხდება ერთის მოხდა საქართველოს ბანალიზება, დეკომპლექსირება პრორუსულობის და მოღალატეობრივი პოლიტიკური მიდგომების. ეხა აი ეს ჯგუფები, რომლებიც ამით იყვნენ დაკავებული, გადავიდნენ შემდეგ ფაზაზე, იმიტომ რომ გონიათ რომ ეს ყველაფერი უკვე ერთი ეტაპი ჩავლილია და ეხა გადავიდნენ მეორე ფაზაზე, რასაც ღიად ურთიერთობის აღდგენა ქვია. ოღონდ იქ საგულისხმოა, რომ ეს არარაობა, რომელიც წარმოადგენს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, იქ ამბობს, რომ თურმე ბურთი მათ მოედანზე არ არის, თორემ ჩვენ გვაქვს კიდე რაღაც გასაკეთებელი, ქართველებს აქვს რაღაც გასაკეთებელი, აქ პირდაპირ გულისხმობს, რა თქმა უნდა, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, არ კონდეს განცდომა რამე სხვაზე არ ლაბარაკი, მას უნდა რომ აღიარება მოხდეს და შემდეგ დავიწყოთ ურთიერთობები. ეს არის აი შემდეგი ეტაპი, ეხლა ხდება ბანალიზება ურთიერთობების განახლების, დიპლომატიურ სხვა ტიპის სახელმწიფო ურთიერთობების განახლების რუსეთის ფედერაციასთან. იმ პირობებით, რა პირობებით არის პირდაპირ მოღალატეობა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.